დუშეთში ისტორიული ქალაქების მართვის გაუმჯობესებისა და კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროექტი ამოქმედება. ამასთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა დუშეთში გაიმართა. შეხვედრას კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ მოდიშარია დაესწრო. შეხვედრის მიზანი საქართველოს ისტორიულ ქალაქებში ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მემკვიდრეობის ხელყოფა განადგურების აცილების გზებზე მსჯელობა. დუშეთი საქართველოს სხვა მცირე ისტორიულ ქალაქებთან ერთად ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ურბანული მემკვიდრეობის სფეროში განხორციელებული პროექტის მონაწილე საპილოტე ქალაქია. კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის რეგიონებს როგორმე შეუწყოთ ხელი და მე ძალიან მიხარია რომ მე რამდენჯერ ეს კონფერენცია ტარდება აქ დუშეთში. დუშეთი რომელიც არის ძალიან გამორჩეული ქალაქი, თავისი არქიტექტურით, თუნდაც თავისი უძველესი ძეგლებით, მე-9 საუკუნის ეკლესიები აქვს. დუშეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, იმიტომ რომ ალბათ ისედაც ვაპირებთ ჩვენ დაწყებული გვაქვს დუშეთის რეაბილიტაციის პროგრამა კულტურის სამინისტროსთან ერთად. და ეს საერთაშორისო კონფერენცია და საერთაშორისო მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან ამბავში, ეს ძალიან დიდ როლს ითამაშებს დუშეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.